როგორ გაგრძელდება ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში თბილის შტატებიდან დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს, მათ შორის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ კაპანაძეს. საუბრის თემა იყო იმ დახმარების პრაქტიკული განხორციელება, რომელსაც ამერიკა ოფიციალურ თბილის სამხედრო სფეროში გაუწევს. აქ პირველ რიგში იგულისხმება საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და საინჟინრო სფეროში დაგეგმილი წვრთნა ასევე განათლება. საკმაოდ წინარწაწეული საკითხი, საუბარი უკვე დეტალიზებაზე, უკვე კონკრეტულ საკითხებზე მიმდინარეობს და არა მარტო გაგრძელებაზე საუბარი, არამედ განვითარებაზე და გაღრმავებაზე ურთიერთობის, ურთიერთქმედების. ძირითადად ამ დღევანდელი ღონისძიება უკავშირდება წვრთნების და მოუზადების გაუმჯობესებას აისაფის პროგრამაში მონაწილე ქართული დანაყოფებისთვის. მიღწეული იქნა შეთანხმება კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს თავდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოადგენს შეთანხმება გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ.